წარმოგიდგენიათ, რომ აი სწორედ ახლა ამ წამს პანამის ჯუნგლების თავზე ციდან 100 მილიონი ბუზი ცვივა. თან როგორი ბუზი? ხო, არა უბრალოდ ბუზი. რადიაციით დასხივებული ხორცის მჭამელი ბუზები. ეს არის ერთგვარი უხილავი ბიოლოგიური კედელი. კი, კედელი, რომელიც მთელ კონტინენტს იცავს. და თქვენ ახლა ფაქტობრივად მოწმე ხართ. კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, თითქმის 60 წლიანი ომის. და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ომისაც, ბუნების ერთ-ერთ საშინელებასთან. დიახ. ეს არის ბრძოლა პარაზიტთან. ლათინურად Cochleomia hominivorax ქვია. რაც ნიშნავს? სიტყვასიტყვით ადამიანის მჭამელს. ჩვენ ახალი სამყაროს ხრახნიანი ჭიის ბუზს ვეძახით. საშინლად ჟღერს. და არის კიდეც, წარმოიდგინეთ, პატარა მეტალისფრად მოლურჯო მომწვანო ბუზი, წითელი თვალებით. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბუზი. მაგრამ სინამდვილეში პატარა მონსტრია. მდედრები კვერცხებს დებენ თბილ სისხლიანი ცხოველების ჭრილობებში. ნებისმიერ ჭრილობაში. დიახ, სულ პატარა ნაკაწრშიც კი, პირუტკვის, შინაური ცხოველების ირმების. და ადამიანების. დიახ, ადამიანებისაშიც. და მე რა ხდება, ეს არის საშინელება, ხო? აი მან იწყება კოშმარი. გამოჩეკილი მატლები, ისინი არ ჭამენ მკვდარ ქსოვილს, არა. არამედ ჯამრთელ ხორცს ჭამენ. ღრმად იჭრებიან სხეულში ქსოვილებს ანადგურებენ. საშინელ ჭრილობებს აჩენენ, ესე იგი. საშინელს, დიახ, და თუ არ უმკურნალეს. ცხოველი იღუპება. ცხოველიც და ადამიანიც კი. შეიძლება რამდენიმე დღეში მოკლას. წარმოუდგენელია. აი წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ ფერმერი ამერიკის სამხრეთში მე-20 საუკუნის შუა წლებში. ეს კოშმარი ყოველდღიურობა იყო. მეცხოველეობის ინდუსტრია ფაქტობრივად კოლაფსის პირას იყო მისული. და პესტიციდები არ შველოდა. პრაქტიკულად უძლური იყო. მატლები ხომ ცოცხალ სხეულში იმალებოდნენ. მდგომარეობა მართლა უიმედო ჩანდა. მაგრამ 1950-იან წლებში ორმა ამერიკელმა მეცნიერმა ენტომოლოგმა რა ქვია, კნიპლინგმა და ბუშლანდმა. გენიალური იდეა მოიფიქრეს. რადიკალური იდეა, რომელიც ერთ ბიოლოგიურ ფაქტს ეფუძნებოდა. რას? აღმოჩნდა, რომ დედრი ხრახნიანი ჭიის ბუზი თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში, დაახლოებით 3 კვირა ცოცხლობს. კი. მხოლოდ ერთხელ წყვილდება. მხოლოდ ერთხელ. და ეს როგორ გამოიყენეს? აი, ეს იყო გენიალური მომენტი. იდეა მარტივი იყო. რა მოხდება თუ გარემოს გავაჯერებთ სტერილური მამრით ბუზებით? ანუ ძალიან ბევრი სტერილური მამრი. კი, იმდენად ბევრი, რომ ველურ მდედრებს როცა შეწყვილების დრო მოუვათ, დიდი ალბათობით სტერილურ მამრს შეხვდებიან. ზუსტად. და რადგან მხოლოდ ერთხელ წყვილდებიან, იმ სტერილურ მამთან შეწყვილებით შთამომავლობას ვეღარ დატოვებენ. ესე იგი პოპულაცია თავის თავს გაანადგურებდა. დიახ, ფაქტობრივად საკუთარი თავის განადგურება გამოდიოდა შეწყვილებით. და სტერილურობა აქ შემოდის რადიაცია, ხო? აი მანდ მიხვდნენ, რომ გამა-გამოსხივების ზუსტი დოზით თუ დაასხივებდნენ, რეპროდუქციულ უჯრედებს აზიანებდა. კი, ასტერილებდა ბუზს, მაგრამ თავად ბუზი ცოცხალი რჩებოდა. აქტიური და რაც მთავარია, ველური მამრებისთვის კონკურენტუნარიანი. წარმოუდგენელია მის მოფიქრება და მე განხორციელება 40-იან წლებში. ხო, ლოგისტიკა იყო კოლოსალური. მილიონობით, მე კი მილიარდობით ბუზი უნდა გამოეყვანათ. დაესხივებინათ. და მე უზარმაზარ ტერიტორიებზე გაეშვათ. და იმუშავა. პირველიც და სად იყო? კიურასაოზე, კარიბის ზღვის კუნძულზე, ფლორიდაში გამოყვანილ და დასხივებულ ბუზებს თვითმფრინავებით ყრიდნენ. შედეგი? განსაცვიფრებელი. რამდენიმე თვეში ბუზი კუნძულზე სრულად განადგურდა. ვაუ. ამას მოხდა უკვე 10 წლეულებიანი კარგად ორგანიზებული ომი. ნამდვილი ჭიების ფაბრიკები შეიქმნა. ფაბრიკები? დიახ, აი, ტეხასში ერთი ქარხანა კვირაში 150 მილიონ სტერილურ ბუზს აწარმოებდა. 150 მილიონი კვირაში. მართლა, რა რესურსები სჭირდებოდა ამას? ყოველ კვირას წარმოიდგინეთ დაახლოებით 60 ტონა დაკეპილი ხორცი და 12000 გალონის სისხლი. ღმერთო ჩემო. ეს იყო მატლის საკვები და სუნი. ამბობენ, იმდენად ცუდი სუნი ქონდა ამ ყუთებს. რომ ავიაკომპანიები უარს ამბობდნენ გადატანაზე, სანამ ოდეკოლონის შესხურებას არ დაიწყებდნენ. წარმოუდგენელი ამბავია. წარმოუდგენელი ლოგისტიკა და მასშტაბი, ნამდვილად. და ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ხო? ნელ-ნელა. კი, ნაბიჯ-ნაბიჯ. ეს ბიოლოგიური ომის ნელი, მაგრამ შეუჩერებელი ტალღა იყო. ჯერ ფლორიდა გაიწმინდა. მერე მთელი სამხრეთ აღმოსავლეთი, ტეხასი, მექსიკა, ბოლოს მთელი ცენტრალური ამერიკა. უპრეცედენტო გამარჯვება იყო. ნამდვილად. მაგრამ 1999 წელს კატასტროფა მოხდა. რა მოხდა? ბუზები როგორღაც ლიბიაში აღმოჩნდნენ, აფრიკაში. აფრიკაში. ეს უკვე გლობალური საფრთხეა. უზარმაზარი საფრთხე. ამ პარაზიტს შეძლო გაენადგურებინა აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპის მეცხოველეობა, ველური ბუნება. კატასტროფა იქნებოდა. და არ აქნეს. სასწრაფო საერთაშორისო ოპერაცია დაიწყო. მექსიკიდან 100 მილიონი სტერილური ბუზი გადაისროლეს ლიბიაში. ისევ თვითმფრინავებით. დიახ, ფართომასშტაბიანი მონიტორინგი, სტერილური ბუზების გაშვება და შეჭრა 4 თვეში შეაჩერეს. კიდევ ერთი წარმოუდგენელი წარმატება. ნამდვილად, მაგრამ სამხრეთ ამერიკაში იქ საქმე გართულდა. ამაზონის ჯუნგლების გამო ალბათ. დიახ, უზარმაზარი ტერიტორია, რთული რელიეფი, ბრძოლის გაგრძელება ძალიან რთული და ძვირი იყო. ამიტომ მიიღეს სტრატეგიული გადაწყვეტილება. დი, შეექმნათ მუდმივი ბარიერი პანამაში, კონტინენტის ყველაზე ვიწრო წერტილში. ეს ხორცის კედელი, როგორც მას უწოდებენ, როგორ მუშაობს ის? პანამაში პაკორაში არის თანამედროვე ფაბრიკა. ASHS-ისა და პანამის ერთობლივი პროექტია. 24/3-ზე მუშაობს. და რას აკეთებს? კვირაში დაახლოებით 100 მილიონ სტერილურ ბუზს აწარმოებს. 100 მილიონს. კი, და ამ ბუზებს სპეციალური თვითმფრინავებიდან GPS-ით ზუსტად დაგეგმილი მარშრუტებით. ყრიან. დიახ, დარიენის რეგიონში პანამა-კოლუმბიის საზღვართან ქმნიან ამ უხილავ ბიოლოგიურ ბარიერს. რომ სამხრეთიდან ბუზები ჩრდილოეთით ვეღარ გადმოვიდნენ. ზუსტად. ესე იგი, დღესაც ამ წუთასაც ეს ბრძოლა გრძელდება იქ, პანამის ვიწრო ყელში. კი, განუწყვეტლივად. მაგრამ ომი დასრულებული არ არის, ხო? სამწუხაროდ არა. 2016-ში ბუზები ისევ გამოჩნდნენ ფლორიდაში, ქიზის კუნძულებზე. როგორ? სავარაუდოდ მოგზაურების მიერ შემთხვევით შემოყვანილი ცხოველის გამო. კინაღამ ადგილობრივი ირმის პოპულაცია გაანადგურეს, რომელიც ისედაც გადაშენების პირასა. და რა ქნეს? ისო პანამიდან. კი, პანამიდან სასტრაფოდ გადაისროლეს სტერილური ბუზები და ისევ შეაკავეს. მაგრამ 2023-ში უფრო სერიოზული რამ მოხდა? გაცილებით სერიოზული. პანამის ბარიერი გაირღვა.
გაირღვა. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ველურმა ბუზებმა გადალახეს სტერილური ზონა და ცეცხლივით გავრცელდნენ ჩრდილოეთით. სად? მთელ პანამაში, კოსტა-რიკაშიც კი. ცალკეული შემთხვევები ნიკარაგუასა და მექსიკაშიც დაფიქსირდა. ეს კატასტროფაა. ნამდვილი ბიოლოგიური საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული რეგიონში. პანამის ქარხანა ახლა მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობს, გაშვების ზონები გააფართოვეს, ცდილობენ ამ ბოლო შემოჭრის შეჩერებას. ხედავთ, რა მყიფეა ეს ყველაფერი. ძალიან მყიფე. ეს მართლა დაუსრულებელი ომი ჩანს. წარმოუდგენელი ძალისხმევა, 10 წლეულები, მილიარდობით დოლარი, ამ ერთი პატარა, მაგრამ მომაკვდინებელი მწერის შესაჩერებლად. რას ფიქრობთ თქვენ ამ ბრძოლაზე? ეს ადამიანური გონების მეცნიერების ტრიუმფია, თუ საგანგაშო რეალობა, რომ ასეთი რადიკალური მეთოდები გვყირდება გადასარჩენად? მართლაც საფიქრალია. ეს გვაჩვენებს, რა უკიდურეს, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელ ზომებს იღებს კაცობრიობა ბუნების გამოწვევების წინააღმდეგ და ეს ბრძოლა, როგორც ხედავთ, გრძელდება. თუ თქვენთვისაც საინტერესო იყო ჩვენი დღევანდელი საუბარი და გსურთ, რომ მსგავსი სიღრმისეული განხილვები და ისტორიები მეტმა ადამიანმა ნახოს, გთხოვთ, მოიწონოთ ეს ჩანაწერი და გამოიწეროთ ჩვენი არხი. თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.